ევროკავშირში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ იწყება რეალურად ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენ დავიცვათ მომავალში ჩვენი მეზობლები, იგულისხმება ეს ქვეყნები, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსი, მსგავსი სახის რუსული აგრესიისგან და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ თვალსაზრისით. ეს დისკუსია, ეს მსჯელობა იწყება 2008 წელს. 2008 წელსვე სერიოზულად განიხილავენ ევროკავშირში, უბრალოდ მე შევსწრებ, გერმანიაში ამ დისკუსიას ვესწრებოდი. ხომ არ იქნება გამოსავალი, რომ დავაჩქაროთ, დაჩქარებული წესით მივიღოთ ეს ქვეყნები ევროკავშირში. არა სამხედრო პოლიტიკური ალიანსი იყოს, თქვათ, არამედ ეს ეკონომიკური პოლიტიკური, კულტურული ალიანსი, ხო არ იყოს, ამით ხომ არ მივეხმაროთ ამ ქვეყნებს და საქართველოს მაგალითზე ხდება ამ ყველაფერზე საუბარი, ხომ არ მივეხმაროთ ამ ქვეყნებს, რომ გახდნენ ისინი ჩვენი წევრი, გახდნენ ისინი ერთიანი წევრი და ეს ხომ არ იქნება, ასე ვთქვათ, შემაკავებელი მომავალში რუსეთის მხრიდან მსგავსი რაღაც ესეთი სურვილებისა და მსგავსი ქმედებების.